ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში კიევის ქუჩაზე იოსებ ნავრატილის მემორიალი გაიხსნა. ჩეხ მომღერალს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ეროვნული საგანძურის შეგროვებისა და სანოტო ჩანაწერების შექმნაში. მან ჩამოაყალიბა და დააარსა პირველი ქართული პროფესიული ანსამბლი ქართული ხორო. მემორიალის გახსნას თბილისის მერი, ჩეხეთის ელჩი და ანსამბლ ერისიონის წევრები ესწრებოდნენ. სიმბოლურად პატივი მივაგეთ ამ ადამიანებს სონაშორლად ძალიან ბევრი კარგი საქმე დააკეთა ჩვენს ეროვნულ ანსამბლთან, ერისიონთან ერთად, ამიტომაც სიმბოლურად მის საპატივცემლო თბილისში გაკეთდა მემორიალური დაფა. იოსებ ნავრატილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ კულტურაში. მან შეაგროვა ქართული სიმღერები და შექმნა პირველი ქართული პროფესიონალური ანსამბლი ხორო. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ასეთ საიუბილეო დღეს გაიხსნა ამ პიროვნების მემორიალური დაფა. მადლობის მეტი რა გვეთქვის, როგორც ბრძანა დიდმაილია, მადლობა ამ უცხო კომის კაცს, რომელსაც ასეთ დიდი პატივი დაძლევს ქართულ კულტურას, საერთოდ ქართულ კულტურას.